ერთმანეთში არ უნდა შეგვეშალოს DCMCB და ACMCB. DCMCB გამოიყენება მუდმივი დენის შემთხვევაში, ხოლო ACMCB ცვლადი დენის შემთხვევაში. ეს არის ავტომატური ამომრთველი, რომელიც მუშაობს დამოკლებაზე და გადატვირთვაზე. ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი ავტომატური ამომრთველი, რომელიც ხშირად ხდება ჩვენ პრაქტიკაში. ამ შემთხვევაში შემოდის solar პანელიდან, ანუ მზის პანელიდან წამოსული ენერგია DCMCB-ში, ხოლო აქედან უკვე მოდის ინვერტორში. ინვერტორი გარდაქმნის მას უკვე ცვლადდენად და ინვერტორიდან დამჭირდება ერთი იზოლატორი, ცვლადი დენის იზოლატორი, ხოლო აქედან უკვე მივაწვდით თავარ ელექტროკარადას უკვე ცვლადდენს. აქ გვაქვს ერთი AC ავტომატი, დიფერენციალური AC ამომრთველი ინვერტორისთვის, რათა მოვახდინოთ შემდგომში გათიშვა და ასე შემდეგ, მართვისთვის უჭირდება ეს, ხოლო აქედან უკვე მივაწვდით სამფაზა დიფერენციალურ ამომრთველს, რომელშიც შედის ერთი ფაზა, სამი ფაზა და ერთი ნეიტრალური დენი. ასევე გვაქვს SPD-ები და SPD-ს გამთიშველი MCB-ც. სატესტო გაშვება უკვე გაკეთებული აქვს, ქსელი მუშაობს. ეს კი იმათ საყურადღებოდ, ვისაც აინტერესებდა დიფერენციალური ამომრთველი გადატვირთვის, დამოკლების და გაჟონვის ფუნქციით. ამ შემთხვევაში ეს არის ტიპ ავტომატი, რომელიც ჩვეულებრივ ამომრთველში ეშლებათ, ზოგადად რასაც ეძახიან უზოს. ამ შემთხვევაში აღნიშვნაზე აქვს დიფერენციალური ამომრთველის აღნიშვნაც და ასევე აი აქ თუ დააკვირდებით, აქვს ავტომატური ამომრთველის აღნიშვნა, ასე რომ ეს არის დიფერენციალური ამომრთველი, დამოკლების, გაჟონვის და გადატვირთვის ფუნქცია. RCBO